ქუთაისის 100 საფეხურიანი კიბე ყველასათვის ცნობილია. ის ერთგვარად ქალაქის სავიზიტო ბარათად წარმოადგენდა. მაგრამ იშვიათად თუ იცის ვინმემ, რა საიდუმლო იმალება ბალახვნის კიბის ქვემოთ. თუ იცით, თქვენ ამ კიბის ქვემოთ რა არის? ახლა რო გითხრათ რესტორანია დაიჯერე? კი იყო რაღაც კაფე თუ რაღაცა იყო ადრე. რესტორანი იყო ადრე. კიბეზე დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი მოძრაობს, მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სამდარბაზიანი რესტორნის თავზე გადაადგილდებიან. რესტორანი ლეჩხუმი, რომელიც უფუნქციოდ არის დარჩენილი, ოთარ ყურაშვილმა 1982 წელს დააარსა. მას არაერთი საბჭოთა მაღალჩინოსანი და უცხოელი სტუმრობდა. დღეს კი ბალახვნის კიბის მოუწესრიგებლობის გამო რესტორანში წყალი ჩადის, რაც მისი დახურვის მიზეზი გახდა. კიბის ქვეშ მდებარე რესტორანს სიმბოლურად ფიროსმანის ნახატები ამშვენებს. რესტორანში მოწყობილ ხატების კუთხესთან კი ამ დრომდე საპატიო ადგილს იჭერს სტალინის სურათი. ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო ნოთაძე, კაი კაცი. ხო და იმან მასწავლა, რომ იქნე შეიძლება გაკეთდეს, მითხრა ჩემი პროექტი და გაკეთებული ესკიზები. და მაგიდა თუ გამოვიდა მიწასო მითხრა, გაკეთება რაღაც კარგიო. მერე შემოვატონა პენსიის გამოსვლის შემდეგ მოქმედი ამას ხელი და დავიწყე გაკეთება, მაგრამ დავიწყე გაკეთება აქედან მიწა იყო და სავსე. ქვეშ მიწა იყო და დავიწყე გამოღება პირველი გამოვიღე 100 თუ იქნებოდა ამ ხელაზე წევიდოდი ეს კერ მეგონა არც მე. პირველი გამოვიღე მეორე სართული გამოშთა. აი აქედან გამოვიღე მერე მესამე გამოშთა. მერე კიდევ და კიდევ იმას იქით ერთი კიდევ არის გაკითხარი. მე იქნე სოკოს მეურნეობა მაქვს. ეს დამთავრდა 87-ში მუშაობა 87-ში გავუშვი ეს მე. ამ ხანი მუშაობდი და ახლა კაი ხანია წყალბადი იყო შემოსვლა და არც წინათარო ხედა და არც იგი ხედავენ და ქევა ასე გაჩერებული. არ ეღირსა გაკეთებას რა ვქნა. როგორც ოთარ ყურაშვილი იხსენებს, რესტორნის სახელი ეგრეთ წოდებული კაი ბიჭების უკმაყოფილების მიზეზი გამხდარა. მათ მეპატრონისათვის სახელის შეცვლაც მოუთხოვიათ. 90 წლის მეპატრონე ვერთმობ საკუთარ ნაშრომს და აღდგენის მოლოდინით ყოველდღე მიდის გაუქმებულ სამსახურში.